მოგესალმებით, ჩვენ წარმოგიდგენთ online bookings. დავიწყებ პრობლემაზე საუბრით, რაც შეიძლება ვეცდები რომ მოკლედ ვისაუბრო. ესე იგი, პრობლემას რაში ვხედავთ ჩვენ რომ არ არსებობს საქართველოსთვის ცენტრალიზებული ბაზა, რაც სხვა ქვეყნებში რა თქმა უნდა არსებობს, არის hotel.ru მაგალითად რუსეთისთვის არსებობს booking.com-ი, უცხოეთისთვის რავი, მე მგონი თითქმის ყველა ქვეყანაში ევროპის და ამერიკის ჩათვლით. ასე რომ ჩვენ გადავწყვეტეთ რომ საქართველოსთვის გავიკეთებინა იგივე რაღაცა. პრობლემა ესე იგი ამას გარდა არის ის რომ თუ სიტყვაზე მივდივართ დასასვენებლად აჭარაში ან თუნდაც მაღალმთიან რეგიონში ნებისმიერ ადგილას გვიწევს ჩასვლა და იქ ადგილზე ძიება სასტუმროს. ასე რომ ჩვენ გვინდა რომ ეს გამოვიწყოთ და ავასწრაფოთ ეს პროცესი. გადადი შემიძლია? ესე იგი ჩვენ გამოსავალით თავაზობთ online bookings როგორც უკვე ვთქვი. უპირატესობები გვაქვს ის რომ არის სწრაფი და მოსახერხებელი, სახლიდან გაუსვლელად ხდება ეს ყველაფერი და ანალოგი არ ყავს ქართულ ბაზარზე. გადაჩვენებია. სამომავლოდ ამას გარდა ანუ ჩვენ არ გვინდა რომ სიტყვაზე გავაკეთოთ ზუსტი ანალოგი რაც არის უკვე არსებული. ჩვენ გვინდა რომ დავამატოთ ამას ჩვენი ცალკე გეგმები, რომლებიც მოიცავს trip-ებს, გასვლებს, იქნება ტურები, გვინდა whole package sale-ების გაკეთება, მაგრამ ნუ ეს სამომავლოდ გვინდა რომ შევინახოთ, ასე ვთქვათ. ანუ გვინდა სიტყვაზე ესეთი მოხმარების შეთავაზება ჩვენი მომხმარებისთვის, რომ შეძლონ მათ სიტყვაზე ლოკალური ტურების ყიდა სიტყვაზე დაჯავშა სასტუმრო მესტიაში და იქ რომ ლოკალურად რამე ტურები შევთავაზოთ. ქართული გონი არ არის. ანუ ტურების გარდა ჩვენ გვინდა ესეთი რაღაცის გაკეთება, რომ სიტყვაზე თუ ადამიანი ჯავშნის სასტუმროს გუდაურში. მას რა თქმა უნდა მოუწევს თუ შესაბამისი აღჭურვილობა არ აქვს სიტყვაზე თხილამური, სიტყვაზე საბაგიროს ბილეთი, ხო? მოუწევს იქ მაინც წვალება, ამაზე სირბილი და ყველაფრის თავისით მოხერხება. ამის გამარტივება გვინდა ჩვენ რა თქმა უნდა და გვინდა რომ სიტყვაზე დავახედროთ ეს whole package sale-ებში ამას გულისხმობთ რომ დავახედროთ თხილამური გამზადებული, დავახედროთ იგივე საბაგიროს ბილეთი, შესაბამისად სიტყვაზე აჭარაში შევთავაზოთ ტურები, გასვლები, მრავალი იდეა გვაქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს უფრო სამომავლოდ ვფიქრობთ ამას. 8%-ი ისე. ხო, ანუ booking.com-თან და სხვა უცხოურ ანალოგებთან შედარებით უპირატესობა გვაქვს ის რომ გვექნება ქართულად და ქართულ სასტუმროებს შეიძლება ქართულ ინტერფეისით დაამატონ თავის შესახებ ინფორმაცია, ასევე მივიცეთ მარტივ ადმინკებს, საიდანაც ვისაც ინტერნეტთან აქვს შეხება, მარტივად დაამატებს თუ რამდენი ოთახი აქვს თავისუფალი და ასევე კიდევ ჩვენ გვექნება 8% უცხოური booking.com-ისგან განსხვავებით, ანუ booking.com-ი ჩარჯავს თითოეულ ბუქზე 15% და ჩვენ გვექნება მინიმუმ 15% და ჩვენ გვექნება მაქსიმუმ 8%-ით დავჩარჯავთ. ასევე კიდევ გვექნება რაღაც reward gamification-ის დეტალები, ანუ თუ დაიჯავშება თქვათ რაღაც 100 დაჯავშნა იქნება წელიწადში, შემდეგ იმ სასტუმროს უფრო ნაკლები პროცენტით დავჩარჯავთ, ანუ 8 არა და შეიძლება 7%-ით ჩამოვიდეს და ანუ gamification-ი არსებობს მოგეხსენებათ ესეთი ტერმინი, რომელიც ძალიან გამრავლდა ამ ბოლო დროს, ახალი ჩამოყალიბებული მიმდინარეობა არის, ასე რომ ვთქვათ, და გულისხმობს ანუ არა თამაშებში თამაშის ელემენტების შეტანას. რაც არის სიტყვაზე რო ვთქვათ Marriott Rewards-ი, რაც არის რომ სიტყვაზე წელიწადში თუ 12-ჯერ დაჯავშნით მათ სასტუმროებს გაძლევენ silver cards, რასაც აქვს თავისი ბენეფიტები, რა თქმა უნდა. ჩვენ გვექნება დაახლოებით იგივენაირი სისტემა, ოღონდ ორივე მხარისთვის, როგორც სასტუმროებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის. შესაბამისად, ის სასტუმრო, რომელიც ხშირად იჯავშნება, პროცენტში დაიკლებს და ეს 8% ჩამოვა მინიმუმ 5%-მდე და მომხმარებლებისთვის შესაბამისად გვექნება რაღაც დილები, შეთავაზებები და შეიძლება რაღაც დიდ ფასდაკლებებზე ვისაუბროთ. ნუ ეს მე საქმეში გამოჩნდება. ასევე დავამატებ რა პრობლემა იქნება პატარა სასტუმროებს, ჰოსტელებს, როდესაც მათ უნდა დაინტეგრირება booking.com-თან. მათ ძალიან ბევრი ასეთ სასტუმროს და ჰოსტელს არ აქვს ინტერნეტი და booking.com-თან დაინტეგრირება კიდე მოითხოვს ინტერნეტს, რომ იმისთვის რომ იყოს ორმხრივი სინქრონიზაცია სასტუმროს და
ვებსაიტს შორის. რას გულისხმობ, ანუ არ უნდა მოხდეს ეგეთი პრობლემა, ანუ არ უნდა შეიქმნას, რომ მივიდა ტურისტი და დააჯავშნა დაუშვათ საიტზე და ამავდროულად სასტუმროში პირადად მივიდა მეორე ტურისტი და იმას დააჯავშნა. ანუ მოხდებოდა კი, ანუ შეჯახება არ უნდა მოხდეს ასე ვთქვა და ჩვენ ამას ვაპირებთ ისეთი სასტუმროების, რომელსაც არ აქვს ინტერნეტი, გავაკეთოთ ტელეფონის საშუალებით ორმხრივი სინქრონიზაცია. ასევე ჩვენ უპირატესობებში შეიძლება ჩაითვალოს, რომ ყავს უზარმაზარი აუდიენცია, ანუ ჩვენი ტარგეტი რეალურად არის 4.300.000 ადამიანი, რომელიც ყოველწლიურად ჩემთვის ეს არის 2012 წლის მონაცემებით არის. ასევე იგივე მონაცემებით 2012 წლის მონაცემებით ტურისტების უმრავლესობა თვითონ აკეთებს თავისი ტურის ჯავშანს და ნუ ყველაფერს ცდილობს, რომ თვითონ მოაგვაროს. 70% დაახლოებით. პლუს ამას დაახლოებით 36% ჩერდება სასტუმროში, რაც არის ყველაზე დიდი რაოდენობა. დანარჩენები ძირითადად მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან, რადგან მიდიან მთებში და მოგეხსენებათ იქ სასტუმროების ნაკლებობა არის შესაბამისად. ხო, ჩვენ აპლიკაციაზე აპლიკაციაზე. აპლიკაცია იქნება მაქსიმალურად მორგებული ქართულ საზოგადოებაზე და არა მარტო ქართულ საზოგადოებაზე. იქნება რა თქმა უნდა ლოკალიზაცია სხვადასხვა ენებზე, როგორც რუსული, ინგლისური და ქართული ეს საწყისისთვის ყველა ვარიანტში. გვექნება დაგროვების სისტემა, რომელიც ავახსენეთ წეგან gamified სისტემის ვარიანტში. გვექნება ინტეგრაციები აუცილებლად იმანისთან, e-connect-ს გულისხმობთ, ანუ პირდაპირ შეეძლებათ იმანის მომხმარებლებს გადაიხადონ გადასახადი და პლუს ამას ვფიქრობთ, რომ თუ ეს შესაძლებელი იქნება, რა თქმა უნდა, Smartex-თან და Liberty Bank-თან მოლაპარაკების შედეგად, გვინდა რომ შევთავაზოთ ბიზნეს აკაუნტები, ანუ იმანის ბიზნეს აკაუნტები თვითონ სასტუმროებს. რაც ჩვენ ბრუნვას ზოგადად ისევე როგორც Liberty Bank-ისთვის ჩვენთვისაც გაზრდის, რადგან იმანის მომხმარებელი ფაქტიურად ჩვენი მომხმარებელი გახდება და პლუს ამას მოგცემს საშუალებას, რომ გქონდეს მრავალფეროვანი გადახდები. ნუ ვიზაზე, Mastercard-ზე და ესეთ გადახდის საშუალებებზე არ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს გვექნება. ვიყენებთ Amazon-ის web services და ასევე Smartex რაც შეეხება, გვინდა რომ chip-ში გამოვიყენოთ. ანუ გამოყენებაში გულისხმობთ, რომ ჩვენ ტურისტებს მივცეთ საშუალება, რომ მათ აიღონ Liberty-ის კარტები, რომელთაც ექნებათ შესაბამისად ფასდაკლება ამ რაზეც იქნება იმ მომენტში რაღაც კომპანიებში და ამას რა თქმა უნდა შევთავაზებთ location aware, ანუ გვეცოდინება სიტყვაზე სად მიდის ეს ტურისტი და იმის მიხედვით გარშემო რაზე ექნება ფასდაკლება, რომ მისთვის საინტერესო იყოს. ასევე whole package sales-ებს როცა გულისხმობთ, იქაც გვექნება location aware, ანუ სიტყვაზე თუ აჭარაში მიდის ადამიანი, იმას არ შევთავაზებთ თხილამურის დაჯავშნას და ეს იქნება ანუ user friendly იქნება, შეძლებს ნებისმიერ გამოყენებას. და ვფიქრობთ, რომ ეს არის ჩვენი ძალიან დიდი უპირატესობა. ასევე გვინდა რომ ჩვენ ძირითადად სასტუმროების ტარგეტი გვინდა მივმართოთ საშუალო და პატარა ზომის guest house-ებზე, სასტუმროებზე და შეიძლება სახლს რომ მაქირავებენ ესეთ რაღაცებს. მონაცემებით ჩვენ გვაქვს ესეთი სტატისტიკა, რომ საქართველოში არსებობს 34,000 ოფიციალურად ადგილი, სადაც შეუძლია ტურისტი ჩამოვიდეს და გაჩერდეს. ამას გარდა არსებობს დარეგისტრირებული 1051 სასტუმრო. დაურეგისტრირებელი, რა თქმა უნდა, ორჯერ მეტი მინიმუმ იქნება. ანუ ეხლა ამის დათვლა ცოტა ძნელი არის, მაგრამ შეგვიძლია რომ ვივარაუდოთ. მე მინდოდა დამატებინა, ტყუილად არ გვაქვს ამდენი დაუშვათ Liberty-სთან და Smartex-თან ასოცირებული პროექტი, რეალურად ვიყენებთ ყველას, ანუ როგორც გიორგი მახსენა, ჩვენ გავუხსნით ყველა ჩვენს merchants, ანუ სასტუმროს და guest house იმანის აკაუნტს, ისეთი მომხმარებლები, ისეთი ტურისტები, რომელთაც აქვს იმანის, გადაიხდიან იმანის და ჩაირიცხებათ პირდაპირ იმანის ანგარიშზე, ხოლო ვისაც არ აქვს იმან Pages გავით, ანუ Pages გავით, რეალურად გადაიხდიან ვიზა და Mastercard-ით და ანუ ჩაირიცხებათ იმანის უკან დგა რეალურ სავარგო ანგარიში, ანუ ნებისმიერ საშუალებით მათთვის მოქმედი რომელიცაა შეიძლება რომ გადაიხადონ და Amazon web services-ებს რაც შეეხება სისწრაფის გამო ჩვენ ვფიქრობთ რომ cloud-ში გავუდანოთ ეს ყველაფერი და გავუყოლოთ მაქსიმალურად ბევრ მომხმარებელზე და რაც შეიძლება ნაკლები დრო რო დახარჯონ, ასე ვთქვათ, ამ ნავიგაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
ასევე აქვე აღნიშნავთ, რომ ეს ჩვენი მონაცემების მიხედვით, ანუ ძირითადად მაინც პრორუსული ქვეყნებიდან შემოდიან საქართველოში და ჩერდებიან ძირითადად guest house-ებში, რაც ჩვენ ასე ვთქვათ, advantage-ს გვაძლევს. ხო, ну, ფინანსური დეტალები გავაგრძელოთ თუ ერთი წუთი დავწერთ. კი, ანუ ფინანსური დეტალები ჩვენ რატომღაც გავთვალეთ ესე, რომ გავითვალისწინეთ ქირის ხარჯი, რომელიც მე გითხრეს, რომ სავარაუდოდ არ დაგჭირდება. გავითვალისწინეთ აღჭურვილობა, რომელიც დიდი არაფერი არ არის და ეს 17000, რასაც ვითხოვთ, ეს არის 6 თვის მარაგი ჩვენი. ანუ 6 თვე რომ სულ წაგებაზე ვიმუშაოთ, ეს თანხა ჩვენ გვეყოფა თავისუფლად. 3 დეველოპერები ვართ და ანუ თანხა არ იხარჯება რეალურად დეველოპმენტზე. გაშვებიდან 6 თვე. ერთ თვეში სავარაუდოდ შევძლებთ რომ გქონდეს ვიდრე გუდაური სეზონზე გქონდეს რა სადღაც იანვრის დასაწყისში. ან თვენახევარში გვექნება მაქსიმუმ აპლიკაცია, როგორც ვები, ასევე ეს ძალიან კარგი, ეს კითხვა. ძირითადი პრობლემა პატარა სასტუმროებში, რატომ უნდა მიუხედავად 20% ტარიფისა ვერ ერთობიან ბუკინგ.com-ზე, არის რომ ბუკინგ სასტუმროში არ აქვს დაჯავშნის სისტემა. ანუ არ არსებობს ბილინგი, რომ ოთახი დაჯავშნო მონიშნო და ასე შემდეგ. აი ამ პრობლემის გადაჭრას როგორ აფიქრებთ? ამ პრობლემის გადაჭრას ვაპირებთ შემდეგნაირად. როგორც წეგან მოახსენეთ, სასტუმროებთან რომელშიც არ არის, ანუ ყველა სასტუმრო ჯერ ერთი გაუხსნით ანგარის, სადაც ჩვენი გავითანურია, ტურისტი რო იყიდეს კონკრეტული სასტუმროს სერვისის, ჩვენი გავითანურია მოხდება ამ სასტუმროს ანგარისზე. ანუ მათ უკვე ექნებათ ასე ვთქვათ, ანუ ეს პრობლემა აღარ იქნება. არის აქ კიდევ მეორე პრობლემა, რომელიც გულისხმობს აი თვითონ ამ სინქრონიზაციის მომენტს საიტზე. კი, ამაზე ზუსტად, ანუ ეს უნდა მოხდეს ორმხრივ ფიდბექი, ანუ უნდა იყოს აუცილებლად კი და ისეთ სასტუმროებს პატარა სადაც არ აქვს ინტერნეტი, იქნება ტელეფონის საშუალებით. პლუს, როდესაც ანუ დამატებითი გარანტია რო გქონდეს ასე ვთქვათ ჩვენ, როდესაც ტურისტი შეიძენს ამ ტურისტ სერვისს, 10 წუთის განმავლობაში ჩვენს თამაშს არ ჩამოვჭით და გავუშვებთ პროზე რომ დაბრუნება იყოს მე სწრაფი, გადავამოწმოთ ასე ვთქვათ, ასე სასტუმროში და თუ ანუ არ არის თუ ანუ ეს გაკიდულია მოკლედ, ამ ყოველს მოუხსნით და ეგრევე დავუშვებთ. ანუ ეს 10 წუთი რეალია, ანუ 10 წუთი იქნება ყოველზე გაშვებული. კი. უნდა აღნიშნოთ, რომ ეს ყველას აქვს რეალურად booking.com-ზეც როდესაც ჯავშნით, კი, ეს. თუმცა ეს არის მინდა ერთხელ კიდევ ვთქვა, რომ ეს არის დამატებითი მექანიზმი, ასე ვთქვათ, თორე ისე მუდმივად სინქრონიზაციაში უნდა ვიყოთ ამ ტელეფონის საშუალებით. ანუ როდესაც ტურისტია ჩვენგან დამოუკიდებლად მივა კონკრეტულ სასტუმროში და დაჯავშნის, იმათმა უნდა შეგვაყოლოს ჩვენ ანუ იმათმა უნდა შეგვაყოლოს ჩვენ აუცილებლად, რომ ჩვენ საიტზე მოვხსნათ ამის availability, რომ არ შეიქმნეს ეს გადაკვეთა, ასე ვთქვათ, ონლაინ და ლოკალურ ტურისტ შორის. რამდენიმე კითხვა მოგონია რაღაც მომენტები არ აქვს პრობლემა გასვალისწინებული. რამდენი ოპერატორი გიყოლებათ და რამდენი 20 საათი იმუშავებენ. რამდენიმე დაგიხსნათ მე და მე საწყისის უბრალოდ რა. რაღაც ჩვენ მუშაობთ საერთაშორისო ბაზარზე კიდე დახვიდეთ. ამას ჭირდება ხალხი, რომლებიც რაღაც 20 საათი თუ რამდენი საათი არ ვიცი იმუშავებენ. გარდა ამისა პრობლემა არის თვითონ იმ სასტუმროებში, პატარა სასტუმროებში, გარდა იმისა, რომ სისტემა არ აქვს ბუკინგი. ერთი თვით და სამი თვით ადრე შეიძლება ფიზიკურად ვერ დაგიჯავშნონ, იმიტომ რომ არ იცოდნენ უბრალოდ არ აქვს სისტემა, რომ სამი შეიძლება დაავიწყდეს ან რაღაცა, ვიცი. ამ თქმა შეუქმნათ ეგ ჯავშნების სისტემა. ჯავშნის მოხსნა, თქვენ როგორ გინდათ, რომ იმუშაოთ ჩაინიშნეთ და როგორ გინდათ იმუშაოთ ქართულ სასტუმროში, როგორ წესი ერთი თვით ადრე შეგიძლია მოხსნათ ჯავშანი booking.com-ზე და ასე შემდეგ, ხო? რამდენად მოხარული იქნება ქართული სასტუმრო, რომელსაც ბიზნესზე დავუნიშნავთ, დაუჯავშნით და მე ეთქვით, რომ ერთი დღის მერე მოგიცენი ჯავშანიო და საერთოდ და ჭირდება კი საქართველოს სასტუმროებში ჯავშანი, იმიტომ რომ სეზონი როდესაც არის სასტუმროს ბოლოს ვერ იშოვებს საქართველოში. ბათუმში მაგალითად. ჭირდება იმას თქვენთვის კიდე ჯავშნის ფული გადახდა. რატომ ვერ არ არის? იმიტომ რომ არ არის დაკავებული ყველა. ანუ ვიღაცამ დაგასწროთ ჩასვა. რა თქმა უნდა და ის ყიდის თავის რეკრეიტად ფასად ამ სასტუმროს. შესაბამისად არაფერში არ აქვს, რომ შენ წინასწარ დაუჯავშნოს ამ ზაფხულში ბათუმში სასტუმროს ნომერი და ამაში კიდე ფული გამოართვა. ის შეიძლება გაგერის ამ ზამთარში თავისთავად ვერ დაუჯავშნო, იმიტომ რომ არც შეიძლება იქნება ბიზნესი კი მოგცემს, მაგრამ არ იქნება ბიზნესი. აი ეს სასტუმროების რაოდენობა საქართველოს დღესდღეობით იმაზე ნაკლებია, ვიდრე საჭირო არის. და
ბოლო კომენტარი მომზადების ხარჯები. ახლა თქვენ იძლევთ რომ გავუშვებთ ამ ვებგვერდს. უნდა მიიღოთ ფოტოები გადაიღოთ ამდენ სასტუმროში ეს ყველაფერი თანხებთან არის დაკავშირებული და ეს თანხები როგორც საკმარისი არ არის. რა თქმა უნდა, გიგოსხებთ თუ შეიძლება, ანუ სასტუმროები რომ ახსენეთ რომ რატომ სიტყვაზე რატომ უნდა დაგვეთანხმოს რომ ჩვენ პროცენტი გვიხადოს და თან მოკლედ რო ვთქვათ მათთვის კარგ პირობებს შევთავაზებთ, ეს იქნება ბენეფიტები, მათ ასევე შეგვიძლია შევთავაზოთ ორგანული ზრდა სამომავლოდ, ეს ჩვენზე იქნება ალბათ დამოკიდებული, რამდენად წარმატებული იქნება პროექტი. ამას გარდა ყველას ურჩევნია, მე მგონი რომ გარანტირებული კონდეს სიტყვაზე არის ხოლმე სეზონები, როდესაც საერთოდ არავინ არ მიდის, ხო? ანუ რუსმა სიტყვაზე არ იცის საქართველოში გუდაურში რომ შეიძლება თოვლი არ იყოს იმდენი რომ კარგად ისრიალოს, ხო? ანუ ეს ქართველმა იცის, მაგრამ რუსი მაინც მოდის, ხო? შეიძლება ქართველი საერთოდ არ მივიდეს იქ, მაგრამ მივიდეს რუსი. ამის მიხედვით ჯავშნის რეალურად სასტუმროსთვის ჯამში გაცილებით ანუ ესეთ სერვისების შეთავაზებას ჩვენ ვაპირებთ, ეს უნდა გავაფართოვოთ, ან ეს არის საწყისი, რაც გვინდა რომ პირველ ნაბიჯად გადავდგათ. პლუს ამას სასტუმროების ჯავშანს რაც შეეხება, თქვენ ახსენეთ ერთი დღით ადრე დაჯავშნა, ხო? ერთი დღით ადრე ჯავშნის მოხსნა. ეს მე ვფიქრობ, რომ თვითონ სასტუმროსთან უნდა შედგეს კონკრეტული კონტრაქტი. ანუ რაც სადაც წინასწარ იქნება გაწერილი ეს ყველაფერი. თუ აწყობს სასტუმროს, ეს იქნება. თუ არ აწყობს, არ იქნება. მე მაგაში პრობლემას ვერ ვხედავ, რამდენადაც იგივე booking.com-ზე ნებისმიერ დიდ საიტზე იგივენაირად არის. იხდი უფრო ძვირს იმისთვის, რომ შემდეგში გქონდეს სიტყვაზე ერთი დღით ადრე booking-ის მოხსნის უფლება. ზოგადად ესე არის. თუ ნაკლებს იხდი, მაგ შემთხვევაში ანუ პროცენტს წაგართმევენ იმაში. ესეც სასტუმროს აწყობს, რა თქმა უნდა და ეს არ ნიშნავს, რომ მან დაკარგა მთლიანად ის თანხა. ასევე როგორც ახსენეთ, სეზონი თუ არის, ისეც გაქირავდება, ხო? ან თუ ისეც გაქირავდება, ესე იგი სხვა მეორე მოქირავეთ ჩამოვა ტურისტი ჩამოვა, რომელიც იმ დღეებში, რომელიც ან მე რას ვამბობ, რომ სიტყვაზე მაქსიმუმ ერთი დღე დაეკარგოს თვითონ სასტუმროს. აქედანაც პროცენტს ამოიღებს, ხო? შესაბამისად, მე მგონი წამგებიანი არ უნდა იყოს. ან სასტუმროებს შევთავაზებთ ჩვენ ისეთ პირობებს, რომ თანახმანი იყვნენ ისინი ამას. დავამატებ, თქვენ როგორც ახსენეთ, ესახებოდა საფუძვლის ცხელ პერიოდს, ასე ვთქვათ, როდესაც კრიტიკული მოთხოვნაა და ესახებოდა ბათუმის სასტუმროს, მაგრამ ჩვენ არ ვამბობთ, რომ მხოლოდ ბათუმზე ვქნიოთ, ასე ვთქვათ. იგივე ამ პერიოდში ურუმჩიც არის ისეთი სასტუმროები, სადაც ადგილები თავისუფალია, ქობულეთში და ასე შემდეგ კვარიანტში შეიძლება იყოს. ასევე არ გავუვალეთ მხოლოდ ზღვის კურორტებისთვის, არამედ ზამთარში დავუშვათ გუდაური და ასე შემდეგ. სტაფზე დავამატებ თუ შეიძლება. ბოდიში სტაფზე დავამატებ ეს რაღაცას, რომ საწყისისთვის ჩვენ გვინდა სანამ განვითარდება რეალურად ბიზნესი და სანამ ხალხი გაიგებს, სანამ დარეკლამდება, ხო? საწყისისთვის გვინდა ერთი ოპერატორი, რომელიც 24 საათიანი რეჟიმით რა თქმა უნდა არ იმუშავებს. ამას გარდა გვინდა ორი sales პერსონა, რომელიც იulis და მოელაპარაკება თვითონ სასტუმროებს. მათ ანუ აღჭურვავთ ფოტოაპარატით, რომელთაც სავარაუდოდ შეძლებენ კარგი სურათების გადაღებას. ამას გარდა ჩვენ მარტო დეველოპერებით არ შემოვისაზღვრებით, ასე რომ თუ სიტყვაზე იმ სურათს დამუშავება დაჭირდება ან ხარისხის ამაღლება, ამას ჩვენც თავისუფლად გავაკეთებთ. ასე რომ მაგაშიც პრობლემას დიდს ვერ ვხედავთ. ანუ საწყისისთვის მოვითხოვეთ, რაც შეიძლება ცოტა რომ to get up and running. ერთი კომენტარი მინდა უბრალოდ გავაკეთო აი ამაზე თუ გიფიქრია თუ მაგალითად ორი სეგმენტი ხო ლოკალური ბაზარი ანუ ადგილობრივი ტურისტები და საერთაშორისო ну ადგილობრივზე უფრო მარტივია რაღაც დააშიფროს ესეთ რეკლამას გააკეთეთ შეიძლება მოიმართალ საიტზე და საერთაშორისოზე აი თქვა როგორ აკეთებთ იმიტომ რომ ტურისტი რომ ჩამოდის და ან წამოვა ტურისტულს რაც იკლებს booking.com-ზე შევა ან ჩატა ჯორჯიას ამოვიდეს booking.com-ს და პირველ 5 საიტს თქვა ესეც თქვენი შეხვედრები რო იყოს ანუ ამაზე თუ გიფიქრიათ, თქვა პირველ ორეულში, სამეულში როგორ შეიყვანა თქვენი საიტი და ნუ მეორე ალბათ booking.com-ს უფრო ენდობიან ვიდრე თქვენ, ანუ აი ეს. კაცი, ამ ყველაფერზე ვიფიქრეთ, უპასუხობ თუ უპასუხობ. უპასუხოთ ანუ მან არის ერთი მომენტი, booking.com ეგ მოხდება პირველ შემთხვევაში, ანუ როცა ტურისტი ჩამოდის ერთხელ, ანუ ეს როგორც ეს ანუ ესეთი რამე არ ხდება, რომ ერთხელ ჩამოვიდეს და მეჯერ აღარა და ამ ერთხელ რომ ჩამოვა და გაიგებს, რომ იგივე საიტზე, არანაკლებ secure საიტზე, როგორც booking.com-ია, გაცლებთ არა, მაგრამ საკმაოდ ნაკლებად შეიძინა დაუშვათ სხვა იგივე ტურისტმა, ანუ ამით გარეკრამდება და ჩვენ არ ვაპირებთ თავიდან გლობალური ბაზრის
ბაზარზე ფიქსანი, იმიტომ რომ საკმაოდ რთულია როგორც თქვენ. იმის შემდეგ ანუ თავი ეხლა რომ მოვიპოვოთ მომხმარებლის ტრასტი და ანუ ეგვენდობოდეს იმის შემდეგ რაც რომ მოვიპოვოთ ამას უფრო ვფიქრებთ გლობალურ ბაზარზე განაცხადებას და Booking.com-ისგან განსხვავებული სერვისი იმაში ვთავაზობთ ასევე რომ როგორც გიორგი მახსენა იქნება full package არ იქნება მაგრამ სასტუმრო დაჯავშნი და დაუშვათ სასტუმროს დაჯავშნით და იქ რაც ჯაზ ფესტივალი იქნება თუმცა ამოვდებს ანუ როგორც ეს ჩიდება შესაბამისი იმენდი რომ თუ ამას ჯამში შეიძენს ჯამურად ფასი იქებს რა ანუ ჩვენ შევთავაზებთ უფრო მეტ სერვისს ასე ვთქვათ ერთად full package-ი ვიდრე Booking.com დავამატებ ლეონმა როგორც თქვა ჩვენ whole package sales უფრო გვინდა რომ მივხედოთ ვიდრე სიტყვაზე მარტო სასტუმროს გაქირავებას იმიტომ რომ ჩამოდის სიტყვაზე ტურისტი და არ იცის რა გააკეთოს ხო სიტყვაზე შევა Google Maps-ზე და გარშემო მოძებნის ნუ ძალიან იშვიათად რომ ქართველმა დაამატოს თავისი ბიზნესი Google Maps-ზე ხო ეს ხდება ძალიან იშვიათად და ფაქტიურად გამოდის რომ ჩამოდის და სასტუმროდან ხშირ შემთხვევაში არ გადიან ან სიტყვაზე ზღვაზე გავლენ და შემოვლენ უკან ასე რომ ჩვენ ამ whole package sale-ებით ვფიქრობთ ამ ბაზრის მოგებას და ვფიქრობთ რომ რეკლამირება Facebook-ზე და ნუ ზოგადად სოციალურ ქსელებზე და ყველა შესაძლო advertisement-ს გამოვიყენებთ ჩვენ ანუ advantage-ად. Ლიუსამას ბოდიში ვიბატონობ და ერთსაც დავამატებ, ანუ აეროპორტიდან როდესაც ჩამოფრინდება ხო ადამიანი, პირველი ხდება ტურიზმის სამინისტროს პატარა როგორ ვთქვა, დახრი. ჯიხური. სადაც იყიდება თუ უფასოდ არის სხვადასხვა ბუკლეტები, სად წავიდნენ, როგორ რანაირად. ასევე ჩვენ ვაპირებთ, ანუ საიტი მიმყავს, რომ ჩვენ ვაპირებთ ურთიერთობას ტურიზმის სამინისტროსთან, რაც ჩვენ იმ პლუსს მოგცემს, რომ პირველივე ან ჩამოსვლისთანავე შეიძლება ჩვენთან გადმოამისამართონ სიტყვაზე ვისაც ჭირდება და სადმე გაჩერება, ჭირდება ტური, ჭირდება ნებისმიერი რაღაცა, ვისაც ნაკლები თავის ტკივილი